აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუზეუმი. ის დაარსდა 1897 წელს და ეს იყო უფრო დიდი ინსტიტუციის ნაწილი, რომელსაც ერქვა კავკასიის მიაბრეშუმეობის სადგური. ეს იყო ცენტრი მთლიანი კავკასიის მასშტაბით, სადაც ხდებოდა მიაბრეშუმეობის კვლევა, ჭიის დაავადების პრევენცია და მასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება და ასევე განათლების მიცემა მაშინდელი ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, იმისთვის, რომ განვითარებულიყო მიაბრეშუმეობა. სწორედ აი ამ ადგილას, მაშინ ომუშტაიტის პარკში დაარსდა ეს ინსტიტუცია და კიდე 20-ზე მეტი შენობა, რომელიც გამოიყენებოდა აბრეშუმის ჭიის მოვლისთვის, გამოყვებისთვის, დაფიქსოვისთვის და ასე შემდეგ. ეს მუზეუმი თავიდანვე იყო ჩადებული მუზეუმის იდეა მიაბრეშუმეობის სადგურში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო საგანმანათლებლო დაწესებულება და მუზეუმით საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებდა ბიბლიოთეკასთან ერთად. თვითონ შენობა, რომელშიც ახლა ვართ, 1891 წელს გაიხსნა და 1899 წელს დაიწყო მისი მშენებლობა. არქიტექტორი იყო ალექსანდრე შიმკევიჩი, პოლონური წარმოშობის არქიტექტორი, რომელიც თბილისში სხვა არაერთი შენობის ავტორიცაა და სწორედ მისი პროექტით აიწყო თვითონ ავეჯიც, რომელსაც ხედავთ და რომელშიც ახლა განთავსებულია ექსპონატები. მუზეუმში დაცულია უნიკალური კოლექციები, რომლებიც სხვადასხვა სახით არის დაკავშირებული მიაბრეშუმეობასთან. კოლექციების ძირითადი ნაწილი დაარსების თანადროულია, ანუ მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და ჩვენთან ექსპონატები შემოსულია 60-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ გვაქვს როგორც ბიოლოგიური, ისე ტექსტილთან დაკავშირებული კოლექციები, დავიწყოთ მაგალითად თუთის ხის თესლით, რომელიც არის აბრეშუმის ჭიის ძირითადი საკვებისათვის ფოთოლი. თუთის ხესთან დაკავშირებული კოლექციები გვაქვს, ასევე თვითონ აბრეშუმის ჭიის ბიოლოგია და მისი ცხოვრების სრული ციკლი, ასევე ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ასახავს თუ როგორ ხდებოდა ჭიის მოვლა კავკასიის სხვადასხვა რეგიონში. აქ ხედავთ აბრეშუმის პარკის კოლექციის ძალიან მცირე ნაწილს, რომელიც გამოფენილია, დანარჩენი უკვე ინახება ჩვენს საცავში სპეციალურად შექმნილ, მე-19 საუკუნის სპეციალურად შექმნილ კარადებში და როგორც ხედავთ, აქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა ჯიშის და სხვადასხვა ქვეყნიდან აბრეშუმის პარკის კოლექცია და ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ზომით, ასევე ფერით, ფორმით და შესაბამისად აბრეშუმის ხარისხის და რაოდენობით, რომელიც მიიღება ამ პარკისგან. ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო შაჰ-აბასის შემოსევების დროს, როდესაც მას უნდოდა რომ რაღაცა დიდი ზიანი მიეყენებინა, ვთქვათ, და აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც გააკეთა, იყო ვენახების და თუთის პლანტაციების გაჩეხვა, რაც იყო მთავარი დარტყმა მაშინდელი ხალხის საქმიანობა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს აქ რაღაც საინტერესო მისთვის, მისი ინტერესის სფეროდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან მრავალფეროვანია კოლექციები და ასევე დროებითი გამოფენები. და ასევე ვურჩევდი ახალ დამთვალიერებელს, რომ გაეცნონ ჩვენ ვებ-გვერდს, ჩვენს Facebook-ის გვერდს, Instagram-ს და თვალიადევნონ ჩვენს პროგრამებს, სხვადასხვა აქტივობას და აუცილებლად გვეწვი.